პუტინი გამოვიდა და განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის დაამთავროს ეს კონფლიქტი იმ შემთხვევაში, თუ უკრაინული ჯარი დატოვებს დონეცკის იმ დარჩენილ ტერიტორიას. მოდით ახლა ამ რუკაზე ნახოთ, რაზეა საუბარი, იმიტომ რომ ეს კარგად უფრო კარგად და გასაგებად გახდის ჩემს ვერსიას, ანუ ჩემს ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, რომ მართლა შეიძლება არსებობდეს რაღაცა შეთანხმება პუტინსა და ტრამპს შორის. მე როგორც თქვი, თავიდან რუსები ამბობდნენ, რომ 4-ვე ოლქი ჭირდებოდა რუსეთს უკრაინის მხრიდან, ანუ 4-ვე ოლქი უნდა დაეთმო უკრაინას რუსეთისთვის ის ოლქები, რომელიც რუსეთმა ოფიციალურად გამოაცხადა თავის ტერიტორიად. და აი არაერთხელ გვიჩვენებია თქვენთვის, მაგრამ მოდით კიდევ ერთხელ გავიაროთ ეს თემა. საუბარია შემდეგ ოლქებზე. პირველი ეს არის ხერსონის ოლქი, აი ეს ოლქი მთლიანად, აი დაახლოებით 70% ამ ოლქის აკონტროლებს რუსეთი და დაახლოებით 30% აი ამ ლურჯად მონიშნულ ტერიტორიას აკონტროლებს უკრაინა. ეს ტერიტორია, რომელსაც უკრაინა აკონტროლებს, არის მდინარე დნეპრის მარჯვენა მხარეს, აქედან გამომდინარე მისი დაპყრობა, მისი დაკავება სამხედრო თვალსაზრისით არის ძალიან რთული. და თავიდან, როგორც თქვი, რუსები ითხოვდნენ მათ შორის აი ამ ტერიტორიის დათმობას. თუმცა ბოლო განცხადებაში პუტინმა შეიძლება ითქვას ერთგვარი დათმობა დააფიქსირა და არ განაცხადა, რომ რუსეთს მათ შორის აი ეს ტერიტორია სჭირდება. მეორე გვერდითა რეგიონი, რომ რაზეც თავიდანვე პუტინი ითხოვდა კონტროლს, ეს არის ზაპოროჟიეს რეგიონი, აი ეს ტერიტორია. აქაც ანალოგიური სურათია, დაახლოებით 75-70% ამ ტერიტორიის აკონტროლებს რუსეთი, აი ეს რასაც ახლა მე მაუსით გაჩვენებთ და ეს დარჩენილი ტერიტორია ქალაქ ზაპოროჟიეს ჩათვლით, ამას აკონტროლებენ უკრაინის შეიარაღებული ძალები. ბოლო განცხადებაში პუტინმა შეიძლება ითქვას დათანხმდა, რომ ეს ტერიტორია დარჩეს უკრაინას, ანუ ეს ტერიტორია, რასაც დე-ფაქტოდ უკრაინელები აკონტროლებენ. თუმცა დონეცკის ოლქთან დაკავშირებით, სადაც ანალოგიური სურათია, აი ეს არის დონეცკის ოლქი, აი ეს ტერიტორია. აქ რუსები აკონტროლებენ დაახლოებით 80%-ს ამ ტერიტორიის და აი ეს პატარა მონაკვეთი, სადაც 20%-ია, სადაც ეხლა მიმდინარეობს ყველაზე აქტიური საბრძოლო მოქმედებები, ამ ტერიტორიას აკონტროლებენ უკრაინელები. და ჩვენ გვახსოვს, რომ საერთოდ ეს კონფლიქტი, როდესაც გაჩაღდა 2014 წელს, ერთ-ერთი ეპიცენტრი იყო სწორედ ეს რეგიონი, დონეცკის და ლუგანსკის რეგიონი, დონბას, რასაც ეძახიან ამ მხარეს. და რუსებისთვის ამ ტერიტორიის გაკონტროლებას აქვს როგორც ჩანს არა მარტო სამხედრო პოლიტიკური მნიშვნელობა, ასევე რეპუტაციული და რაღაცა თვალსაზრისით, რაღაც ისტორიული მნიშვნელობაც აქვს. ამიტომ ბოლო ვერსია, ანუ ბოლო აპდეიტი რუსეთის მხრიდან არის შემდეგი, ანუ რუსეთი დათანხმდა ამერიკას და უკრაინას, რომ ის არ მოსთხოვს ამ ზაპოროჟიეს დარჩენილ ტერიტორიას და ხერსონის ოლქს, თუმცა დონეცკის ოლქის ის დარჩენილი ტერიტორია მისთვის არის კატეგორიულად მნიშვნელოვანი, რომ ეს ტერიტორია მოხდეს რუსეთის იურისდიქციაში, უკვე უკრაინამ გადასცეს ეს ტერიტორია რუსეთს. უკრაინელებისთვის ცხადია ამ ტერიტორიის არ დათმობას არა მარტო
რეპუტაციული მნიშვნელობა აქვს, ხო, ძალიან მძიმეა ნებისმიერი მმართველისთვის ბრძოლის გარეშე ტერიტორიის დათმობა, ხო, ეხა მათ შორის 2008 წელს, როდესაც უამრავი ქართული მიწა უბრძოლველად დაუთმეს რუსეთს, კოდორის ხეობა, ახალგორი და მთლიანად გორი და ასე შემდეგ, ეს საკმაოდ მძიმე დარტყმა იყო, ხო, ჩვენთვის და შეიძლება ითქვას, მაშინდელი ხელისუფლება გადაყვა, ხო, აი ამ ნაბიჯს. და ცხადია ეს მის მათ შორის უკრაინელებსაც, უკრაინის ხელმძღვანელობას. და გარდა მაგისა, სულთა სამხედრო კუთხით, აი ეს ტერიტორია აქ არის მსხვილი ქალაქები მდებარეობს, სლავიანსკი, კრამატორსკი, დრუჟოვკა, კონსტანტინოვკა, რომელიც ბუნებრივ ერთგვარ კედელს ქმნის, აგლომერაციების კედელია, რომლის დაკავების შემდეგ აქეთ უკვე დასავლეთისკენ მსხვილი ქალაქები აღარ არის. აი პრაქტიკულად რომ დახედოთ რუკას, დნეპრამდე პრაქტიკულად ერთადერთი მსხვილი ქალაქია პავლოგრადი, ისიც არ არის იმ ზომის, რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინელებს საკმაოდ გაუჭირდებათ, აი ამის შემდეგ რომ კიდევ განახლდეს საბრძოლო მოქმედებები, გაუჭირდებათ თავდაცვა, იმიტომ რომ ქალაქში, ბეტონის კონსტრუქციებში და მყარ ნაგებობებში და მსხვილ ქალაქებში, სადაც ასეულობით 1000 ადამიანი ცხოვრობს, დიდ ქალაქებს გულისხმობ, მასშტაბურ ქალაქებში, იქ თავდაცვა ბევრად უფრო მარტივია და ნაკლებ დანაკარგებს იღებს ჯარი. აქედან გამომდინარე, უკრაინელებისთვის ამ ნაბიჯის გადადგმა არის რთული და ისინი კატეგორიულად უარყოფენ ამ რუსეთის პრეტენზიებს და მოთხოვნებს. თუმცა, მოდი გარკვეული შეჯამება რო გავაკეთოთ, ანუ მე როგორც ხვდები და რა ინფორმაციაც ვრცელდება, ხვალ რუსეთმა ეს დონეცკის ოლქი რომ მიიღოს, შეიძლება ითქვას, რუსეთი ამით დაკმაყოფილდება. დანარჩენი ნატოზე უარის თქმა ეგ ისედაც გასაგებია, ამაზე არავინ უკვე არც საუბრობს, რომ უკრაინა შეიძლება ნატოში აღმოჩნდეს და დემილიტარიზაციაც ამაზეც შეიძლება გარკვეული ვაჭრობა. ანუ ყველაზე პრინციპული და ყველაზე კატეგორიული თემა იყო ეს ტერიტორიული დათმობები და თუ რუსები ამ ტერიტორიას აიღებენ, ამ შემთხვევაში ამ ომის გაყინვა, სამშვიდობო შეთანხმების დადება უკვე რეალური იქნება.